მიხეილ სარჯოლაძე შემოგვიერთდა, მოგესალმებით ბატონო მიშა, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. უკვე დაიწყო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულება. აი, კონკრეტულად რა მიმართულებით არის სამუშაოები დაწყებული და რამდენად გაქვთ აი დარგის სპეციალისტებთან უშუალოდ ჩართულ ამ საკითხში ჩართულ ადამიანებთან მუშაობა დაწყებული კომუნიკაცია და ასევე რაც მთავარია, რა უნდა იცოდნენ ჩანაცვლებითი პროგრამით მოსარგებლე პირება 15 აგვისტოდან. უპირველესად მოგესალმებით და თქვენს მაყურებელს მივესალმებით. მადლობთ ამ შესაძლებლობისთვის, რომ კიდევ ერთხელ მექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბრო იმ ძალიან საჭიროებო საკითხზე, რომელიც არის დაკავშირებული ნარკომანიასთან. რეალურად მუშაობა, რომელიც არის დაწყებული საბოლოო ჯამში, მთავარი თვისება, რაც გაუჩნდა ამ მუშაობას, ეს გახლავთ შედეგზე ორიენტირება. შედეგზე ორიენტირებაში იგულისხმება ის, რომ თუ კი ადრე გარკვეული, ასე ვთქვათ, მანკიერი ლიბერალური მიდგომებით, ეგრეთ წოდებული ლიბერალური, თორე სულართლება ეს ლიბერალურია, რეალურად ფუნქცია ქონდა დაკარგული ძალიან ბევრ პროგრამას და რეალურად ის ფუნქციონირებდა არა იმ მიზნით, რომ განკურნებულიყო წამალ დამოკიდებული ადამიანი. აი ამ თვალსაზრისით გვექნება ბევრი რამ შესაძლებელი და ჩვენ რა თქმა უნდა შევეცდებით, რომ თითოეული კომპონენტი და თითოეული ნაწილი, აი მთლიანად ამ მოზაიკის თითოეული ის ფრაგმენტი გახდეს ორიენტირებული შედეგზე. ამ შემთხვევაში ეს გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს ადამიანი, რომელიც რაღაც მომენტში, ვთქვათ, აი მკურნალობის პროცესის გავლის შემდეგ შეძლებს, რომ აღარ იყოს დამოკიდებული სულმცირე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც უფრო მეტ ხანს გასტანს ასეთ მდგომარეობა, მით უკეთესი. ამისთვის, რა თქმა უნდა, მოხდება ყველა რესურსის გამოყენება და აქ რასაკვირველი არც გამართლებული, არც საზოგადოება იქნება განწყობილი, არც სახელმწიფო და ბუნებრივია არც ჩვენი სამინისტრო, რომ სადმე რამე ვთქვათ დაზოგოს რესურსი და ენერგია იმ თვალსაზრისით, რომ იყოს შედეგიანი ჩვენი ძალისხმევა. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ფართო მასშტაბით მუშაობა, დაწყებული ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებებით, რომელიც ასევე აუცილებელია და ესეც ემსახურება თავის მხრივ მკურნალობის ეფექტიანებას და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, თვითონ პროცედურები, პროგრამები, გაზომვა, ამის ყველაფრის შემუშავება, ფსიქოლოგის სადღაც ჩართვა შეიძლება ბევრი კომპონენტისგან შემდგარი, მაგრამ მთლიანობაში საბოლოო ჯამში ეს უნდა იყოს ჩვენი სამიზნე ამოცანა. მე არ მაქვს, რა თქმა უნდა, საფუძველი ვთქვა, რომ ამ თვალსაზრისით ამ დრომდე ბევრი რამ სწორად კეთდებოდა, პირიქით, ბევრი რამ უსწოროდ კეთდებოდა, იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მიმართულებით აი ძირითადი შემოტრიალების განხორციელებას და 15 აგვისტოდან რეალურად სრულიად ახალ მოცემულობას ვიხილავთ. 15 აგვისტოს, რა თქმა უნდა, ეს უკვე მთავარი ამოცანა რაც დგას 15 აგვისტოსთვის, ეს გახლავთ ის, რომ 15 აგვისტოდან უქმდება ეგრეთ წოდებული კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტები. აი ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლო მომავალში გავაკეთებთ განცხადებას საზოგადოებისთვის, სადაც მივაწვდით ინფორმაციას დაინტერესებულ ადამიანებს, ვისაც ექნებათ სურვილი, რომ გააგრძელონ იგივე სერვისის მიღება სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში და ბუნებრივია, რომ ამ მიმართვიანობის მართვის პირობებში მისამართის შერჩევა ბევრი ფაქტორი იქნება მხედველობაში მისაღები, შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვარგოთ ეს თვითონ პაციენტების, თვითონ ბენეფიციარების ინტერესებს, თუმცა რასაკვირველია, მათაც მოუწევთ გარკვეული ახალი, ასე ვთქვათ, სიახლეების მიღება და ამასთან ადაპტაცია. ან ინფორმაცია წინელით მოქალაქეებს ამის შესახებ. აი, რაც შეეხება იძულებითი მკურნალობის მიმართულებას, აი რა კეთდება ამისთვის და რა ეტაპზეა სახელმწიფო ამ ვალდებულების ასამოქმედებლად. ჩვენ ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ჩვენ შევქმნით უკვე ერთი კონკრეტული პუნქტი, სადაც რეალურად გვაქვს მზად ყველაფერი საიმისოდ პერსონალიდან დაწყებული ინფრასტრუქტურით დამთავრებული საიმისოდ, რომ რეალურად შევძლოთ და დავიწყოთ იმ პროგრამის განხორციელება, რომელსაც ქვია იძულებითი მკურნალობა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ ისეა დაგეგმილი, რომ ასე ვთქვათ, მაქსიმუმებით აღებული, რომ რაც შეიძლება მეტად მზად შევხვდეთ ნებისმიერ გამოწვევას. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით წინასწარ რა სირთულის პაციენტთან გვექნება საქმე, როგორი იქნება კონკრეტული ქცევა, როგორი იქნება თვითონ სასამართლოს გადაწყვეტილებაც, იმიტომ რომ მოგეხსენებათ სასამართლო იღებს ამაზე გადაწყვეტილებას, ამიტომ რასაკვირველია გზადაგზადაც ბევრი რამ გვექნება დასაგეგმი, მაგრამ ყველაფერი საიმისოდ, რომ დაგეგმვა ოპერატიულად და კარგად შევძლოთ, ყველაფერი ამისთვის მზად გახლავთ. რასაკვირველია, მომავალში მასშტაბები აი ამ ერთი პუნქტისა გაიზრდება, რასაკვირველია შეიძლება ეს მოხდეს იქვე, შეიძლება მოხდეს ტერიტორიულად განსხვავებულ ადგილას, მაგრამ რეალურად ამ გეგმებზე ვმუშაობთ. ჩვენ გვაქვს გეგმაში, რომ მაგალითად დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გავაკეთოთ შემდეგი ლოკაცია უკვე სადაც იქნება ეს სერვისი ხელმისაწვდომი და ბუნებრივია გვექნება ერთი ცენტრიც აღმოსავლეთ საქართველოში, რაც შეიძლება ფართოდ. ჩემი ვარაუდით ალბათ წლის ბოლომდე ჩვენ შევძლებთ, რომ დაახლოებით
100-დან 150 ადგილამდე, ასე ვთქვათ, გვექნება განსაზღვრული კონკრეტულად ამ რაოდენობის პაციენტების მიღების შესაძლებლობა გვექნება. ჩვენ ამ თემებზე ალბათ მოქალაქეებიც დაელოდებიან კონკრეტულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ მოდი სხვა თემებზე გადავინაცოთ. რამდენიმე დღეში 28 ივლისს ჰეპატიტების მსოფლიო დღეა. ჩვენ ყველას გვახსოვს C ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც მუშაობდა წლების განმავლობაში. B ჰეპატიტის პროგრამაზე მინდა კითხოთ ახლა შედარებით უფრო ახალგაზრდა, როგორი პროცესია, როგორ მიდის მიმდინარეობა და რა ეტაპზე ვართ? მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ B ჰეპატიტი ისეთივე წარმატებული აღმოჩნდება, როგორც C ჰეპატიტი გახდა. ამის სურვილს ასე ვთქვათ, რა განაპირობებს? ის რომ დაახლოებით სამიზნე მაჩვენებელი თუ კი იყო დაახლოებით, არ ვიცი, 120,000 ვთქვათ, აი ადამიანი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ინფიცირებული C ჰეპატიტით, 87,000 შემთხვევაში ყველაჯერ არ არის ჩართული და ეს კიდევ მომდევნო პერიოდის სამუშაო 87,000 განკურნებული ადამიანია. C ჰეპატიტისგან განკურნებული ადამიანი. ეს არის ნიშნავს იმას, რომ 87,000 ადამიანს აი უახლოესი რამდენიმე წლის პერსპექტივით შეუნარჩუნდათ სიცოცხლე. არამც თუ ჯანმრთელობა გაუმჯობესდათ და ასე შემდეგ შეუნარჩუნდათ სიცოცხლე. იმავდროულად ეს ნიშნავს იმას, რომ 87,000 ადამიანის შემთხვევაში ისინი არ არიან ამ ვირუსის მატარებელი და აღარ ვრცელდება ეს დაავადება. ესეც რა თქმა უნდა უზარმაზარი წარმატებაა. ამიტომ მინდა რომ ასეთივე წარმატებული იყოს B ჰეპატიტიც და ამისთვის ნამდვილად არ დააკლებს მონდომებას მთლიანად ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენი კლინიკები, რომელიც ამ პროგრამის განხორციელებაში არიან ჩართული. ბატონი თენგიზ სერცვაძის სახელს ატარებს ის კლინიკა, რომელიც ძირითადია, ასე ვთქვათ, ვინც მართავს ამ პროგრამას და შესაბამისად ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სწრაფად შეძლებს უკვე რაღაც შთამბეჭდავი შედეგების მოტანას. ეს არ არის დიდი ხანი, რაც რეალურად ჩაეშვა განხორციელებაში. ამ დროისთვის საკმაოდ დიდია ინტერესი, თუმცა აქაც ვისარგებლებ შესაძლებლობით და ყველას მოუწოდებ, რომ ყველას, ვისაც აქვს B ჰეპატიტთან დაკავშირებული პრობლემა, ბუნებრივია, რომ მათ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ შესაბამის კლინიკას, მათთვის მკურნალობა გახლავთ აბსოლუტურად უფასო. სამწუხაროდ ეს არ არის დაავადება, რომელიც სრულად განიკურნება, თუმცა ისეთ რემისიაში გადაყვანადია, რომელიც პრაქტიკულად აბსოლუტურად ანეიტრალებს ყოველგვარ რისკს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. აი ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები მივიდნენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აბსოლუტურად უსაფრთხო მკურნალობას ისინი მიიღებენ სახელმწიფოს ხარჯზე, ასე ვთქვათ, და შესაბამისად ეს მათი ჯანმრთელობის საწინდარია. ისე კი უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან ვერაგი დაავადება, რომელსაც ძალიან ბევრი მძიმე შედეგის მოტანა შეუძლია ჯანმრთელობისთვის და აი აქედან გამომდინარეც მინდა რომ ყურად იყოს საზოგადოება, ვისაც ეს პრობლემა აქვს. ერთიც მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაკვირდებით ასევე თვითონ მას შემდეგ, რაც დაიწყო ამ პროგრამის იმპლემენტაცია, ვაკვირდებით, რა თქმა უნდა, როგორ მიმდინარეობს, რა შეიძლება იყოს მაგალითად გამოწვევების სირთულეები, გარკვეული წინაღობები, რომელიც შეიძლება ბიუროკრატიული იყოს და გარკვეულ ცვლილებებს ვატარებთ კიდეც. მაგალითად, ამ პერიოდის ბოლო თვეებში გქონდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ჩვენ გარკვეული წინაღობები არსებობდა, ეს 6 თვიანი პერიოდი უნდა არსებობდეს, როდესაც აუცილებელია პროგრამაში ჩართვისთვის წინასწარ დიაგნოზის დასმიდან 6 თვე უნდა იყოს გასული. ვნახეთ, რომ არსებობს შემთხვევები, სადაც რეკომენდირებულია, რომ ამ ვადას არ დაველოდოთ, სადაც უდაუვადოთ, ყვილად უნდა ვალოდინოთ ადამიანი. ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ასეთი ბიუროკრატიული ბარიერიც მოიხსნა, შესაბამისად ამას მუდმივად გამარტივება, გაუმჯობესება, განვითარება თანდევია, ასე ვთქვათ, ამ პროგრამის. ეს განსაკუთრებულად მახარებს, იმიტომ რომ ასეთი ცოცხალი უნდა იყოს თვითონ ჯანდაცვის პროგრამაც. ისეთივე წარმატებას ვუსურებ გიერთებით ამ სურვილში C ჰეპატიტის პროგრამა როგორც იყო, ასევე B ჰეპატიტის პროგრამაზეც. კიდევ ერთ საკითხ, რომელსაც უნდა შევეხოთ, აი ჩვენ გადაცემის შემდეგ ნაწილში უკვე ვისაუბრეთ სავალუტო ფონდის დასკვნასა და შეფასებაზე, სადაც საუბარია სამუშაო ადგილების შენარჩუნების მნიშვნელობაზე. დასაქმება სამუშაო ადგილები თქვენი სამინისტროს ერთ-ერთი მიმართულებაც არის. აი თქვენი უწყება აქტიურად მუშაობს დასაქმების მიმართულებითაც. რა სიახლეებია ამ ხრივ მოქალაქეებისთვის და აქვე გავაერთიანებ კიდევ ერთ კითხვასაც. თქვენს ოპონენტებს აქვთ პრეტენზია დასაქმების მიმართულებით, განსაკუთრებით სოციალური დასაქმების მიმართულებით, რომ ეს გარკვეულწილად წინასაარჩევნო მოსყიდვის ფარგლებში კეთდება. აი ამ რას უპასუხებდით ამ ოპონენტებსაც და პლუს სიახლეებსაც რომ შევეხოთ. ესე იგი დავიწყებ ამით, იმიტომ რომ მარტივი საკითხია, ოპონენტებს არგუმენტები აშკარად, აი ოპონენტების არგუმენტს ყავლე გაუვიდა, როგორც იტყვიან, ფასიც დაკარგეს, დაძველდნენ, ხანდაზმო ყველაფერი, ნუ აღარაფერში აღარ წერია ეს, იმიტომ რომ
რეალურად რა არის, იცით, მივიდნენ და დაელაპარაკონ უბრალოდ იმ ადამიანებს, ვინც სარგებლობს და ბენეფიციარია ასეთ პროგრამების, როგორც არის მაგალითად სოციალურად დაუცველების დასაქმება. რეალურად ამის მიზანი და დანიშნულება გახლავთ ის, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ და რაღაცნაირად მოახერხონ, რომ გავიდნენ ღია ბაზარზე, დასაქმდნენ ადამიანები, რომელსაც მაპატიეთ უხეში გამოთქმის ატროფირებული ჰქონდათ ის უნარჩვევები, რომელიც მათ დასაქმებაში დაეხმარებოდათ, ამის განვითარების რეალური შესაძლებლობაა ეს. ამიტომ როგორ შეიძლება ამის თქმა და კრიტიკა იმისი, რომ რეალურად გვაქვს ამოცანათ, რომ ადამიანები, რომელსაც თუნდაც ამ სოციალური მხარდაჭერის პროგრამით ვასაქმებთ, შემდეგ მათ უჩნდებათ და ცოტა არ არის რიცხვი ადამიანებისა, ათასობით არის ეს ადამიანები, რომელმაც შეძლო ღია ბაზარზე დასაქმება. თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ამ თანხების მიმართვა სიღარიბის აღმოსაფრთხებლად გასილებით უფრო ეფექტიანი იქნებოდა. მე კიდევ მგონია, რომ ამას უბრალოდ სიტყვის მასალად ამბობენ, მაგრამ რეალურად ამის უკან არავითარი გააზრებული და ნაანგარიშები რაღაცა პროგრამა არ დგას და არავითარი იდეა ამას არ ესაფუძვლება. ჯერ ერთი უნდა გავაწმილო და უნდა ვთქვა, რომ საკუთრივ ეს პროგრამა ციღარიბის შემცირების მიზანს ისახავს, მათ შორის ნებისმიერი დასაქმების პროგრამის არსი სწორედ ეს არის. ჩვენი ამოცანა და ჩვენი სამიზნე, ჩვენი სამინისტროს პორტფელში რაც არის, ასე ვთქვა, დასაქმების მიმართულებით, სულ არ წარმოადგენს, რომ მაგალითად მაღალკვალიფიციური ვიღაცა მაღალანაზღაურებადი სამსახური მოუნახოთ ვინმეს. ეს არ არის ჩვენი ფუნქცია. ჩვენი ფუნქცია არის სწორედ ის, ვინც არის, ასე ვთქვა, გარკვეულ მოწყვლად ჯგუფს, ვინც განეკუთვნება გარკვეული თვალსაზრისით, სწორედ მათი მხარდაჭერა, რომ რაც შეიძლება მეტად შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება. ეს არის მნიშვნელოვანი და ამას ვფიქრობ, რომ ჩვენი სააგენტო მშვენივრად ართმევს თავს. არის პროგრამები ფორუმებიდან დაწყებული, დამთავრებული თუნდაც კანონმდებლობის ანალიტიკით, რომლის მეშვეობითაც შეიძლება, რაც შეიძლება მეტად გაეხსნათ ამ ადამიანებს ასპარეზის შესაძლებლობა. იმიტომ რომ ძნელია ადამიანისთვის, რომელიც სოციალური სიდუხჭირის გამოწლების განმავლობაში იმყოფება მდგომარეობაში, როდესაც ის ვერ ახერხებს დასაქმებას, იმას სჭირდება კი რა თქმა უნდა, შემწეობა, მხარში დადგომა, უნარების განვითარებაში მხარდაჭერა სხვასთავი რო დავანებოთ და არის არაჩვეულებრივი პროგრამები, რომელიც აქვს იგივე განათლების სამინისტროს. აი მაგალითად პროფესიული განათლების მიმართულებით და აი ამის განსაკუთრებული პრომოუტირებითაც ვართ დაკავებული. იმიტომ რომ ძალიან გვინდა რა თქმა უნდა, რომ ადამიანები, რომელიც დღეს სამსახურს ვერ პოულობენ სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათ შეიძინონ ისეთი უნარჩვევები პროფესიული გამოიმუშაონ, რომლის მეშვეობითაც პრაქტიკულად მოთხოვნადი პროფესიების განკუთვნილი პირები გახდებიან ესენი. რეალურად ეს პერსპექტიულია, შესაძლებელია. ძალიან მარტივად რომ ვთქვა, არ ვიცი, იქნება ეს მშენებლობაზე ვთქვა სხვადასხვა პროფესიები, არ ვიცი, შემდუღებელი იქნება თუ ზეინკალი, სულ ერთია. თავარი არის სახელმწიფო სთავაზობს ერთის მხრივ განათლებას, მეორეს მხრივ ხარს უჭერს, რომ აი მათ შორის თუნდაც სამუშაო დისციპლინის ეს უნარჩვევების გამომუშავება მოხდეს და შემდგომ ადამიანი ახერხებს, რომ მან ღია ბაზარზე, ეგრეთ წოდებულ ღია ბაზარზე იპოვოს დასაქმების შესაძლებლობა. ეს არის ძალიან წარმატებული პროგრამა ამ თვალსაზრისით და მე არ მგონია, რომ აი რაც ბრძანეთ თქვენ რომ ოპონენტები გვაკრიტიკებენო, მე მგონია, რომ გავბედავ და ვიტყვი უგვანო არგუმენტია რეალურად. კარგი, გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. მიხეილ სარჯულაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. განვაგრძობთ გამოშვებას. ეხლა უკვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული